აბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრებთან და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დიღმის მთა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. აბუშერას ტრაგედია ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკული დღე არის. ამ ადამიანების სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში, მათი გმირობის და ჩვენი ვალია, რომ სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი სულები იყვნენ უკდავყოფილი და სამშვიდობო პოლიტიკით გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ ჩვენი საქართველო. დღეს კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოუთქვათ ითეულ დაღუპულების ოჯახს, ჩვენ ქვეყანას, გმირების სახელი უკდავყოფილია. ეს ადგილი კიდევ ერთი სიმბოლიკაა იმის, რომ ერთად ყოფნას, ერთად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი. ძალიან ძიმე იყო ეს დღე ჩვენთვის. იმით რომ გამოაცხადა ტელევიზიამ, რომ თვითმფრინავი ფეთქო. იმ წუთში მაშინთვე გავიფიქრე, რომ ეს ჩემი შვილები ან ამდენად თვითმფრინავში არ გაგვიჩერდნენ. სულ ასე გაიქცნენ, სულ ყველა ერთად 7 ბიჭი და ასვეთენა 7 ბიჭი, ერთი თანატოლები ერთად წავიდნენ და დღესაც ასე დღეში ჩაკმარეს.